2015-ში სხვანაირი მიდგომა იყო რა 2015-ში ეგეთი მიდგომა იყო რომ შერკინებაში თუ მოერეოდი აიღებდი ჯარიმს ეხლაც ეგრეა ანუ თუ პირწმინდად დაჩაგრე ეხლაც გეკუთვნით ჯარიმა მაგრამ ძალიან ბევრი მექანიზმი დაემატა შერკინებას რაც მაშინ არ არსებობდა არ არსებობდა საყრდენი ფეხი არ არსებობდა 9 ნომრის შიდა ხარი არ არსებობდა ეგრეთ წოდებული ოველინი ანუ სივრცის შეჭმის მექანიზმის კონტროლი არ არსებობდა სტაბილურობის კონტროლი არ არსებობდა ამიტომ დღეს ამდენი ნიუანსი რო დაემატა ხო და საყრდენი ფეხის ნიუანსი მთავარი არის ჰუკერ საყრდენი ფეხი უნდა გქონდეს ეგრეთ ჩვენებურ ენაზე კვაჩს ხო საყრდენი უნდა გქონდეს გადატანილი და ნახავთ რომ სანამ საჯი იტყვის სეტს აი კვაჭის ფეხს რო დააკვირდეთ წინ არის ის ეგ ძალიან ასტაბილურებს შერკინებას რა ადრე როგორ იყო იცი შეგეძლო ეგრეთ წოდებული ძველი ჟარგონი ეხლა ხმარობენ ხოლმე ქართველი მოთამაშეები რაც არასწორი ემპაქტი მოვიგე ანუ დარტყმა მოვიგე რას მოიგებ დარტყმა თუ მოიგე ნიშნავს რომ ზედმეტად წნეხავ იმასა და თავისუფალი შენ წინა იმდენი მექანიზმი შემოვიდა დაახლოებით 7-8 საკვანძო მექანიზმი დაემატა შერკინების კონტროლს ამის განიარაღება შერკინების გახდა ძალიან მარტივი